შეერთებული შტატები ირწმუნება, რომ უკრაინას არ ღალატობს. ხუთშაბათს თავდაცვის ახალმა მდივანმა პიტ ჰექსეტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სწრაფვა გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად ღალატი არ არის. პიტ ჰექსეტმა ისიც აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკამ მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავარ მოთხოვნებს მშვიდობის შესახებ, მათ შორის 2014 წლამდე მის საზღვრებში დაბრუნებასა და ნატოში გაწევრების გრძელვადიან მისწრაფებებს. ჰექსეტს მიაჩნია, რომ ეს არარეალურია. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი შეშფოთებულია. კაია კალასმა, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოდ უნდა აღდგეს. თუმცა პოლონეთში, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, არ უკვირთ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება. ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინია კამიში განმარტავს ამერიკის პოზიციას და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ის ძალიან რეალისტურია. რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრებას, ქვეყანა, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტშია და რომელიც ომს აწარმოებს, ვერ გახდება წევრი სანამ ომი გრძელდება. ეს პირობა გამორიცხავს გაწევრების შესაძლებლობას. ყველა სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს ამაზე. მინისტრს არ უკვირს, რადგან როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებამდეც არ არსებობდა ერთსულოვნება ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, რომ თანხმობა მიეცათ უკრაინის გაწევრებაზე. თუმცა ამით იგი უკრაინას იმედს არ უწურავს. ის, რომ უკრაინას აქვს ევროპული მისწრაფებები და ჩვენ მხარს უჭერთ, ნამდვილად არ არის სადაო, თუმცა საჭიროა შესაფერისი მომენტი. პარასკევს დაგეგმილი შეხვედრა ჰექსეტსა და პოლონელ პოლიტიკოსებს შორის იქნება შესაძლებლობა, რომ მხარეებმა ისაუბრონ უკრაინის მომავალსა და ამერიკის შემდგომ ჩართულობაზე ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე.